თბილისში ველოსიპედით სამსახურში მისვლის დღე მოეწყო. აქციამ სტარტი კუსტუმის ასახვევიდან აიღო და ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის სკვერში დასრულდა. აქციაში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამაც მიიღო. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, მესამე წელია დღე, რომელსაც ეწოდება ველოსიპედით სამსახურში მისვლა. ევროპაში მაისისთვის არის ველოსიპედების პოპულარიზაციისთვის, ხოლო მაისის მესამე პარასკევი ყოველთვის აღინიშნება ველოსიპედით სამსახურში მისვლის დღე. ჩვენ სოციალური ქსელებით დავაორგანიზებთ დღევანდელი ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ველომოყვარულებს, რომელთაც ძალიან ბევრი არიან თბილისში, მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ ქალაქში. ელემენტარულ სიტყვენ და ეს ელემენტარული აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქალაქში, შესაბამისად მომრავლდება მათი რაოდენობაც, რაც უფრო მეტი ველოსიპედისტი მეყოლება ჩვენ ქალაქში, მით უფრო სუფთა იქნება გარემო ეკოლოგიურად, მით უფრო უსაფრთხო იქნება. ეს არის ჩემი პირველი მსგავსი რეისი, მე ვარ საქსტატი, ახლა 2014 წლის თანამშრომელი და უკვე ძალიან რეისის მე ძალიან მომხრევარ უკვე რომ სამსახურში ვიაროთ ეკოლოგიურად ტრანსპორტით.